ხო, კატაო. უღრმესი მადლობა. რა მოხდა? ინა უსულათ რო არ იყო ყველაფერს გეტყვი, რასაც იმსახურებ. მაგრამ შენგან განსხვავებით მე უბრალდები მეგობრებს. რას ბოდავ? ძალიან კარგად იცი, რასაც ბოდავ. მოყვები ბოლოს და ბოლოს რა მოხდა? ნატო კაკაჩია დამადგა კახეთში. მაქსიმეს არაფერი არ უთქვამს და ესე იგი შენ უთხარი. შენ გაგიჟდი საერთოდ? აბა დაესიზმრა? ვაიმე, ხო, კატო, უფრო მეტი შანსია რომ დაესიზმრა, ვიდრე ის რომ მე ვუთხარი. აბა რა ვიფიქრო ვერ გავიგე, ის რომ მაქსიმე მატყუებს და ძალიან უნდოდა შეერცხვენილიყო ჩემი თანდასწრებით. ვაიმე, იქნებ მიხვდა თვითონ. როდის აქეთ გახდა ახლა ნატო მიხვედრილი. ვაიმე, კატო, სისულელებს ლაპარაკობ ახლა, ვერ ხვდები? მართალი იყო რა ჩემი ფსიქოლოგი. არასოდეს არავის არაფერი არ უნდა მოუყვე, არასოდეს. კატო. ალო, ანკა, ხანინ? შენ და ქეთი მოდით ჩემთან სასწრაფოდ. ანასტასიას ვიცავარ თუ რამე მეთქოს, აი საერთოდ სიტყვა ხმა არ ამომიღია ვაბშე. როგორი ფიქრე რომ მე ვეთყოდი მაგას ნატო კაკაჩიას. ვაიმე, აბა კატოს თქმის არ იყოს, მართლა ხوار დაესიზმრა იმას. ვაიმე, რა გავაკეთო, ან ეგეთი ბორტი როგორ გგონი ვარ, ან ეგეთი დებილი რომ მივედი და სპეციალურად ჯინაზე ინი რაღაცეები ვუთხარი. აი, მოგო მაგიტოვანი. აბა რა არის? просто კატო ისეთი კაცობრიული იყო, ისეთი გაბრაზებული იყო, რომ მაგას ვერასოდეს ვერ დავარწმუნებ, რომ მე არ მithქვამს კაკაჩიასთვის. ნინა. თინამ ხო არ უთხრა. გაგიჟდი. აი რა, მიხვდა თვითონ, კაცო, ნატოა კაკაჩი არა შებერტყილი არ იცი? ხო და საიდან მიხვდა მაგას ფიქრობ ზუსტად, მე ვერ მივხვდი, საიდან მიხვდა? აი, საინტერესოა. დაურეკე უთხარი მოვიდეს და გითხრას თვითონ. ორთი მართლა დაურეკავ რა. მინდი რა. არა ჩააკითხა საერთოდ იქ. ხო კატო. კაი. ჰელო. ნატო. ხო. აუ გეხვეწები, ჩემთან გამოდი რა. გოგოები არიან და რაღაცა სასტრაფო საქმე გვაქვს. გადმოგირეკა ხო იმან? ხო, დამირეკა. კაი, თბილისში შემოვდივარ და მოვალ მალე. კაი. გელოდან ყველაფერი იცოდით და მე მიმალავდით. აუ ყარ დაჭამდით ერთმანეთს. მე თქვენ რა ვერ გაგაგებინეთ, იცით? რომ კატოს და ნატრულის ერთად ცხოვრება არის შეუძლებელი. მაინც დაშორდებიან ერთმანეთს. უბრალოდ 1000 ლანძღვის შეურაცხყოფის, ჩხუბის, ცრემლის და თმით თრევის მერე. დეიდაჩემი ვერ იცხოვრებს სამ ქმრიან და შვილიან კატოსნაირ ქალთან ერთად. თუნდაც უფროსია. დედმამა გაშორებულები არიან და არ ვიცი, ალბათ დედამის ვიღაც ყავს ამერიკაში. ნანას? საიდან მოიტანე გეხვეწები რა? ნუ კაი არ ყავს, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, მაინც. აი, მე просто რას ვერ ხვდები, ცერტელა დაუჯეროს ამ ბიჭმა დედამის ყლეა? აუ ანკა წესიერად ილაპარაკე ძალიან გთხოვარ, ჩემი დეიდაშვილია. დრო არ უჯერებს ზუსტად მაგაშია პრობლემა და მაგას ვერ გაგებინებთ. გირჩევნიათ რომ მე მოანძღოთ.